ჩემო ძვირფასებო, ახლა სტუდიაში გვინდა მოვიწვიოთ ჩვენი სტუმარი, უნიჭიერესი ახალგაზრდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან ვარსკვლავი, მსახიობი თედო ბექაური. როგორ ახლა? მომზადი დამზადი. Bravo, Adloba. Tedო, რა ხელა კაცი გასდიხარ? ვეცადე. სვა ისეთი განცდა მაქვს რომ მინდა ხოლმე რომ მოგეშველო რაღაცა რო გიჭირს რა. აი, ფილმიდან გამომდინარე, ესე იგი მობრძანდი გამოღმანაპირზე, იქიდან უკვე გამოვცურე. კი, გაღმანაპირი ვიცი, ძალიან დიდი პოპულარობა მოგიტანა, ძალიან დიდი და გამოღმა ახლა უკვე რა ხდება შენ ცხოვრებაში, როგორ ახარ, აბა გითხარი. გაღმანაპირი, გამოღმანაპირი. რა ვიცი, ცოცხლობ, სუნთქავ. კი ბატონო. ძველებურად, რა თითქმის არაფერი ისეთი თუ არ ჩავსვლით პატარ-პატარა რაღაც პროექტები რა. და დიდი მასშტაბური არაფერი, ჯერჯერობით. რომ მასშტაბურებიც იქნება, დარწმუნებული ვარ ახლა მე და მოკლედ ჩემო პატარა ხან გაღმანაპირი ვახსენეთ ახლა და გამოღმაო ჯერ ისეთი არაფერი ხდება, მაგრამ მოხდება უცილებლად რანდεβუზე. მოდი ისე დავიწყოთ გაღმანაპირი და როგორ მოხვდი ამ ფილმში საერთოდ, რა. ძალიან საინტერესო და ესეთი ისტორია არის. კლინიკაში ვიყავით მე და დედაჩემი. ჩემი საამაყო თვალიდან გამომდინარე. მართლა მეამაყება მე ჩემი თვალი რა. იქ შემოვიდა რეჟისორი ბავშვებთან ერთად, პატარა ბავშვებთან. ერთი ბიჭი ხელში ეჭირა, მეორე გოგონა დარბოდა. ამ ბიჭს რაღაცა თამაში ეჭირა ხელში, გამოვართო გოგონა, ჩაარტყა. მე ამ დროს შევხედე, არა და მე მაღლა ჭერში ვიყურებოდი და ვითვლიდი ბუზებს. და ეს გაღიმება შეამჩნია რეჟისორმა გვერდზე დამიჯდა და მე საერთოდ ყურადღებას არ ვქცევდი, ზოგადად ძალიან ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი. ხო. კითხავს საცხოვრო, ფრანეტლის ხარ, რა ქვია და ასე შემდეგ და მე პასუხს თავით უკეთებდი, ან ხოს ან არას თავით ვეუბნებოდი ჩემს პასუხს. მე რომ მითხრა რომ ფილმში თუ გითამაშია, ოდესმე ანუ ფილმი გაგონილი არ მქონდა რა იყო ჯერ ფილმი. რა ხდებოდა კინოში მე ტელევიზორს რო უყურებდი, მეგონა რომ შიგნით ადამიანი პატარა კაცუნები დარბოდნენ და ასე შემდეგ და ნუ მე რეჟისორის მეუღლე თან ახლდა ექიმთან დედაჩემი კონსულტაციას რო გადიოდა ჩემზე იკუთხრა რომ თქვენი შვილი მოგვეწონა უნდა წავიყვანოთ როდის უნდა წავიყვანოთ დედაჩემი ეკითხა დღეს არა ჩვენ თვითონ მოვალთ გეტყვით მე სოფელში ამოვიდნენ ჩვენთან მარბენინეს ბევრი ხო კარგად ну მოკლედ ასე პატარა სინჯები გამიკეთეს მე თბილისში ჩამომიყვანეს იქაც პატარა სინჯები გამიკეთეს მათ ეკვეს გამსინჯეს ცეკვაზე როგორც ცეკვა რა იდეალური ცეკვა მცოდნია მე კი დაამტკიცე მაგრამ ну მაშინ მეტი ცეკვა არ ვიცოდი და ну არც მე არ მიცეკვია დიდათ მაგრამ ეხა ბოლოს თუ არ ჩავთვლით და ასე მოხდი ამ ფილმის მთავარ გმირად. აი, ხედავ, გიორგი. კინოშიო მინდა ვითამაშო ფილმშიო და სინჯებზე არ დადიხარ და ექიმთან მაინც იარე რომ იქნება რაღაცა გამოგივიდეს. დიდი ხანი ქონდათ ხო გადაღებები, რამდენიმე წელი იღებდით თუ არ დაახლოებით კამერით ვიგებდით 8 თვე. 8 თვე. და მის მერე უკვე გახმოვანება დაახლოებით 1 წელი. 1 წელი. კი. სადაც ძალიან დიდი შრომა და ბევრი გაციება ჩავდა. სიცხე და ასე შემდეგ. კი ბატონო. მხოლოდ ერთ ფილმში ხარ თედო გადაღები? იყო იმის მე რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი პატარა როლები, ერთი მთავარი როლი ვითამაშე, უარყოფითი რიცხვები შეიძლება იცოდეთ არ ვიცი. დიდი მასშტაბურად ჯერჯერობით არ გამოსულა ეს ფილმი და ალბათ გამოვა რა. მეტი იმის მე არაფერი ისეთი, ნუ ბოლოს უკვე თეატრში თამაშობდი და ასე შემდეგ ისეთი არაფერი. ხო, კოლონიაში როზის, ხო? კოლონიაში როზის, კი. კი, ბატონო, ეს სხვათა შორის ეს სერიოზული
ძალიან კარგი მესიჯია ახალგაზრდებისთვის. კი ბატონო, და მე რაგბის თამაშს რო იცი. რაგბის თამაშს ვიცი. სხვათა შორის კარგად გააკეთე, მადაც ყველაფერი, როგორც ყოველთვის ნიჭიერი კაცი ხარ, რა თუნდა ამას საუბარი. ცდილობ რასაც ვაკეთებ ბოლომდე კარგად გავა. პროფესიას თუ გაყევი, როგორც მსახიობი, ოფიციალურად თუ დაამთავრე და გააქვს პროფესიული დიპლომი. სამწუხაროდ, მინდოდა დამთავრება ოფიციალურად, მე რაღაც პრობლემები შემექმნა, ეხაც უნდა ჩამებარებინა, მაგრამ პრობლემები როგორც ყოველთვის და მე ოჯახი უდაობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი, ორი ბიჭი. საუთაო სარეცხი აქეთ იქ. უაბრალოდ არ ვარ. ესე იგი, დედო, წეგან თვითონ მიახსენე ხა ის შენი ცეკვის და სხვათა შორის იმ ფილმში და ძალიან ისეთი პოპულარული იყო ეს შენი ბოლოს ცეკვა რა და ნუ მე სამომავლოდ გამოგადგა ხო ხედავ მაინც სტარტაპია ნუ აქედან იყო აქედან დაიწყო სხვათა შორის ძალიან მიყვარს ეს ცეკვა ეს არის აფხაზურთან მიახლოვებული ცეკვა და ძალიან მიყვარს ეს ცეკვა იმიტომ რომ პირველი რომ ვიცეკვე ძალიან მაგარმა ადამიანმა ბაჩანა ჭანტურიამ დამიდგა ეს ცეკვა და ჩემთვის ცოტა სხვა შეხედულობის ცეკვა არის ეს ძალიან დიდი სიყვარული აქვს ამ ცეკვას ჩემთან დატოვებული და ჩემ ცხოვრებაში დიდი კვალი აქვს რა კი ბატონო და ანუ მე კი დასამახსოვრებელი ეპიზოდი ძალიან და მარტო შენ არა მე ძალიან მიყვარს და ბევრ ზარწმუნებული ვარ ეგ ცეკვა ამ ფილმიდან და მე ისეთი ის იყო თქო მე აი ცეკვა იმდენად გამოგადგა რომ ერთ-ერთ პროექტში კი ბატონო დიდი წარმატება მომიტანა კი წარმატებაც მოგიტანა და ბინაც ბაკურიაში აბა ბატონო ვინ ჩრომობს ის იგებს ანუ გამოდის რომ გოგი იპოთეკით ჩალიჩობს ბინას შენ ცეკვით აი ეს არის ჩემო გოგი ყველაფერი ხო და რა მინდა იცი რა ვთქვა წეგა რო ვთქვი გრანდიოზულ პროექტებზე ახლა ერთი ბინა ბაკურიანში გაქვს ახლა პროექტი გვინდა რამე სადაც ბინაა თბილისში და ეგ არის რა ამ მეწყოს საქმე კი ბატონო რა მინდა იცი გითხრა აი დავაკვირდი და იცი რა რასაც კიდებ ხელს რა ხარისხიანად აკეთებ ყველაფერს აბა რა ბავშვობიდანვე ჯერ კიდევ იყოს ხარისხიანი ფილმმა გაისროლა გენაცვალე პროექტი მოიგე კი ბატონო და რაღაცა კაკუნობს ნიკასთან მანქანაში და ხო არ შეხედავდი რაღაცა ვერავინ გაიგო ეგ იქნება და კი გამოგდის ეგეც მანქანას კაკუნობს და გამოგდის ხო ახლა ცოტა ცივად შეზრობა გვეზარება ხო მოგ გაზამხულისთვის გადავდოთ ეგ კარგად რო გამოთქვი მანქანაზე გავუგებ რა კაკუნობს მე გავუგებ შესაძლებელი ეხლა თუ გაქვს რამე შემოთავაზი ეხლა ჯერჯერობით არაფერი იყო რაღაც პატარა პროექტები რაღაცის მაგრამ რატომღაც გაჩერდა აბა ყოველდღიურობაში რა საქმიანობ რა საკეთებ ვაუთოებ რეცხავ შენი არ არის შენ ძელებურა თითქმის რა ანუ ძელებურათაც რეცხავდი და აუთოები არა მაგდონალდი მართლა არ ვარ ჯერის რატო არ ეხმარები მეუღლეს როგორ არა კაცო მე ოჯახური საქმეები ძალიან ხო შენ გენაცვალე საერთოდ მე ვთვლი რომ ეს სარეცხი მანქანა კაცებისთვის გამოიგონეს თორე ეს ჯინსია გლახა სარეცხი დაგაგლიჯავს თითებს უხეშია შენ თვითონ აი გადასაღებ მოედანზე ან აგერ ცეკვავენ ვარსკვლავებში რამე ესეთი ამბავი ხო არ გახსენდება რაც შეიძლება რომ ჩვენ გადაცემაში მოყვედა სხვაგან არ მოგიყოლია ეგ არ ვიცი ახლა მაგრამ ძალიან უხერხულად ვზივარ მე პირადად რატო ძალიან ამეტანი ადრე გავიკეთე მე თვალების ოპერაცია ორივე საათით ვერ გიყურებ და ესე უფრო აი მეცემის ყველაზე მაგარი ხუმრობა იყო ბრავო კარგი იყო თვითირონია გლიჯავს ყველაზე მაგარია არა და იმ ფრანგმა ექიმა რამდენი იწვალა გონი თუ გვიყურებს ეხლა ფიქრობს რა არის ძალიან დიდი მადლობელი ვარ მაგ ადამიანების ვინც მე გვერდში დამიდგა ჩემი თვალის გამოსწორებაში და სწორად ამბობში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს და დიდი შრომა ჩადეს ამ ყველაფერში და ძალიან დიდი მადლობა ყველას რა აუცილებლად დიდი მადლობა
ფრანგი, ხალო, ახსოვს ჩვენი ვადივისება იმ ხალბატონს ფრანგს და იმიტომ ალბათ შესაბამისად ასე ჩემპიონს უყურა და იქიდან გამომდინარე ვიფიქრა რომ მართლა ასე კი, ჩემპიონს უყურა და მის მასაც მსგავსი პრობლემა ქონია და თვითონ მოგძებნა? კი. ვა, რა მაგარი, რა გვარი. ძალიან მაგარი ადამიანი. ქართველი ეყოლება ვინმე? ფრანგი არის. ისე სხვათა შორის ფრანგებს აქ ერთვისება მე მაგალითად მომძებნა შთაომავალი იყო ვისი ვალიც მქონდა და იმის შვილიშვილა მომძებნა სად მოგების გიპოვა მომძებნა არაფერი მაგათი ძირითადი თვისი კი რა ასეთი ისიცია ბატონო ფრანგება კომსიკომსა ჩემი კომსიკომსა აუ რა მაგარა იხუმრა აი გავგიზდი ძალიან გამომდის ხოლმე ხანდახან მინდა რომ გამომივიდეს ხოლმე კარგი გამოგივიდა აშკარად გამოგივიდა მინდა გითხრა ძალიან ბევრი გადასარევად იცეკვე კარგად ხუმრობ კარგი ადამიანი ხარ იგრძნობა და დარწმუნებულად ტელემაყურებელიც გრძნობს ამას და ალბათ ამანაც შენმა კეთილმა და კარგმა აურამ განაპირობა იმ შენ ცეკვასთან ერთად რომ გაგამარჯვებინა იმ პროექტში. ხალხის სიყვარულს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხის სიყვარულს. და მადლობა უთხრას როგორც ჩვენს ისე ჩვენ მაყურებელს კარგი რეიტინგებისთვის და დიდი მადლობა რომ ჩვენს გვერდით გიხართ ხალხო გინაცვალით. არა მარტო თბილისელებო ყველა უხდით ჩემს გულშემატკივრად მადლობა და აქაც ერთი კიდევ ტაში თუ შეიძლება ეხლა რა მინდა იცი გითხრა ჩვენ მაინც რაღაცნაირად სულ რაღაცას ფიქრობთ ხოლმე რა შეიძლება ამა თუ იმ სტუმარს გავაკეთებინოთ ისეთი რომ ცოტა სხვანაირად წარდგეს. ცეკვა არ მთხოვ ეხლა. არა, ხო იცეკვე უკვე და დაწმუნდა მაყურებელი რომ კარგად ცეკვა ამაში. ის მერე მუხლებზე მგურნალობ. ერთმნიშვნელოვნად მაგარი ბიჭი. ჩემო ძირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენ განცემის სტუმარი გახლდათ თედო ბექაური.